ალბათ შეამჩნევდით, რომ ბოლო წლებში სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკოსები, მათ შორის სახელმწიფოების ლიდერებიც ისეთი ინიციატივებით საუბრებითა და ქცევით გამოირჩევიან, რაც 10 წლის წინ წარმოადგენელი ჩანდა. სოციალურმა ქსელებმა რადიკალურად შეცვალეს ტრადიციული პოლიტიკური საქმიანობაც. ის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ყველაზე სწრაფ, უშუალო და ეფექტურ ინსტრუმენტად იქცა. შედეგად ჩვენ პერიოდულად ვხედავთ ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც მაგალითად პირდაპირ ეთერში როგს მღერიან ან მომხმარებლების კითხვებს ძალიან არაფორმალურ და მეგობრულ სტილში პასუხობენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კი თავის გამომწერებთან აქტიურ კომუნიკაციაშია სოციალურ ქსელებში, ხან ველოსიპედს ატარებს, ხან კი ვირტუალურ გულებს უგზავნის. თავის გამომწერებს ფაშინიანმა თბილისიდანაც კი გულები გაუგზავნა. ეს პოსტი სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და მაინც მოდით ვუყუროთ რეპორტაჟი ქვეყნების ლიდერებისა და სოციალური ქსელების მომხმარებელს შორის ურთიერთობებზე.